1909 წელი, პეტერბურგი. საიმპერატორო კანცელარიაში ქალბატონ ნადეჟდა მიასნიკოვა ივანოვას წერილი შევიდა. წერილის ადრესატი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე იყო. ქალბატონი ნადეჟდა ივანოვა იმპერიის საიდუმლო მრჩევლის, ცნობილი კოლექციონერის ალექსანდრე ზვინიგოროდსკის და იყო. მისი კოლექციის ახლანდელი მემკვიდრეც. წერილში ის თხოვნით მიმართავდა იმპერატორს, რომ გარდაცვლილი ალექსანდრე ზვინიგოროდსკის ტიხრული მინანქრის კოლექცია 400,000 რუბლად შეეძინა საიმპერატორო კარს. საგანგებო უწყებებისთვის კი განმარტავდა ამერიკელი მილიონერი, ცნობილი კოლექციონერი ჯონ პირპონტ მორგანი, მზად არის ამ კოლექციაში 800,000 რუბლი გადაიხადოსო. ამ შემთხვევით დაინტერესებულმა იმპერატორმა საქმეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პეტრე სტოლიპინი ჩართო. სტოლიპინს დაევალა შეექმნა მაღალი რანგის ექსპერტებისგან კომისია. კომისიას უნდა დაედგინა კოლექციის მნიშვნელობა და ფასი. საიმპერატორო კანცელარიამ ამ საქმისთვის საგანგებოდ შეარჩია 5 ყველაზე ცნობილი მეცნიერი. აკადემიკოსი ნიკოდიმ კონდაკოვი, ხელოვნების ისტორიკოსი, პროფესორი, სანქტ-პეტერბურგის და სერბეთის საიმპერატორო და სამეფო აკადემიის საპატიო წევრი, კონსტანტინოპოლის რუსული არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებელი. აკადემიკოსი მიხეილ ბოტკინი, ხელოვნების ისტორიკოსი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის საბჭოს წევრი, საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის წევრი, გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრი, ისტორიული ფერწერის სპეციალისტი, კოლექციონერი და მხატვარი. გრაფი ალექსეი ბობრინსკი, ბიზანტიური მინანქრის ექსპერტი, ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი, გეოგრაფიული საზოგადოების და საიმპერატორო აკადემიის ნამდვილი წევრი, უმდიდრესი არისტოკრატი, უამრავი მიწების, სახლების და ქარხნების მფლობელი, რატომღაც სულ დაბნეული დადიოდა და როგორც წესი, ყველგან ავიწყდებოდა ქუდის მოხდა. ნიკოლაი პოკროვსკი, არქეოლოგი, პეტერბურგის არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ბიზანტიური ქრისტიანული არქიტექტურა, პირველი ბაზილიკები, ფრესკული მხატვრობის კვლევა მისი მთავარი სამეცნიერო მიმართულებები იყო. სიძველებით გატაცებულ მეცნიერს პატარა კოლექციაც ჰქონდა. იაკობ სმირნოვი, ექსპერტთა კომისიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, კონდაკოვის საყვარელი მოწაფე, არქეოლოგი და ხელოვნების ისტორიკოსი, ორიენტალისტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. სხვათა შორის ის იქნება პირველი ცნობილი მეცნიერი, რომელიც ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ 1918 წელს შიმშილისგან გარდაიცვალა. კომისია მუშაობას საგანგებო რეჟიმში შეუდგა. მუშაობის პროცესში საკმაოდ საინტერესო დეტალები გამოიკვეთა. პირველი, ბატონ ზვინიგოროდსკის კოლექციაში წარმოდგენილი ტიხრული მინანქრის ნიმუშების დიდი ნაწილი იყო ქართული წარმოშობის და მეორე, ეს ნივთები იყო ნაკურდალი. კომისიას ობიექტური მონაცემები გააჩნდა იმის თაობაზე, რომ კოლექციონერი ტიხრული მინანქრის ნიმუშებს პეტერბურგელი ფოტოგრაფის სტეფან საბინგუსისგან ყიდულობდა. ბატონი საბინგუსი კი ძალიან საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა. (1894 წელი, თბილისი. ეგზარქოსის კანცელარიაში დიდხანს არ დაუკავებიათ ბატონი საბინგუსი. სტეფან იურევიჩს საჭირო საბუთი მალევე გაუმზადეს. ახლა გურიაში, შემოქმედის და ჯუმათის მონასტრებისკენ მის გამგზავრებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. თქვენ გაქვთ უფლება განაახლოთ ხატები, ძველი ნიმუშები გამოცვალოთ ახლით და ამით წესრიგში მოიყვანოთ ჩვენი ეკლესიის ჭურჭლის საცავი. ეწერა ოფიციალურ განჩინებაში, რომელიც სტეფან იურევიჩს ხელს შეეჭირა. პეტერბურგელი ფოტოგრაფი თბილისის ხშირი სტუმარი გახდათ. მისი ძმა გიორგი საბინგუსი პირველ გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა. საბინგუსი ჯერ ქუთაისში ჩავიდა. ეგზარქატის კანცელარიის ქუთაისის კანტორაში კიდევ ერთხელ გაიარა კონსულტაცია და ჯუმათისკენ გაემგზავრა. ასეთი განჩინებებით იწყებენ მოქმედებას საბინგუსი და მისი მსგავსი სხვა ავანტიურისტები ქართულ სავანეებში. მათი მისია ასე გამოიყურება. საცავებიდან უნდა გამოიტანონ ძვირფასი ლითონით, თვლებით მოჭედილი ხატები, ჯვრები, სახარებები, კედლებიდან ჩამოხსნან საეკლესიო ინვენტარი და რესტავრაციის მიზნით გადაიტანონ პეტერბურგის სახელოსნოებში. სამაგიეროდ ქართული სიძველეები შეცვალონ რუსული ხატებით და ახალი ინვენტარით. საბინგუსმა ზუსტად იცის, რომელ მისამართებზე უნდა იმოძრაოს. ამ მისამართებზე მას თავისი დამკვეთი, პეტერბურგელი და მოსკოველი კოლექციონერები აგზავნიან. კოლექციონერებს თავის მხრივ საკუთარი ინფორმატორები ჰყავთ. ესენი ძირითადად ცნობილი ხელოვნების ისტორიკოსები და ქრისტიანული კულტურის მკვლევარები არიან. ისინი სხვადასხვა დროს სამეცნიერო ექსპედიციებით ჩამოდიან საქართველოში და ქართულ სავანეებში დაცულ განს მეცნიერულად სწავლობენ. მათ ზუსტად იციან სად, რა
და რა რაოდენობის განძი ინახება. მეცნიერებსაც თავისი ინფორმაციის წყარო აქვთ. ეს ქართული საეკლესიო ქონების აღწერის შედეგად შედგენილი სიებია. აქ ყველა ნივთი აღნუსხულია. საიმპერატორო ბრძანებით ხდება აი ამ ეკლესია მონასტრის ქონების აღწერა. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს სიები ყველაფერი უკვე მსხვილი კოლექციონერების ხელში ხვდება მიზან მიმართულად, წინასწარ გარზრახულად ირჩევენ და პირდაპირ აძლევენ შეკვეთას ამ წვრილფეხა ავაზაკებს, რომლებიც შედიან მონასტრებში და ძარცვავენ მას. ქართულ სიძველეებზე, ოქროს და ვერცხლის ნივთებზე, ხატებზე, ხელნაწერებზე, ძვირფასი თვლებით შემკულ სახარებებზე ნადირობა 1850-იანი წლებიდან გამოცხადდება. პირველი ხმაურიანი მსხვერპლი გელათის ტაძარმა გაიღო. 1859 წლის 19 მაისის ღამეს გელათიდან ხახულის კარედის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ღვთისმშობლის ხატი მოიპარეს. ხახულის ღვთისმშობლის კარედს გახსნიან და მის ყველაზე დიდ სიწმინდეს და სიმდიდრეს ეგრეთ წოდებულ გულხატს ამოიღებენ და გაიტაცებენ. წაიღებენ, მაგრამ შორს არ მიაქვს. მიიტანებენ აი სადაც დღეს ჩვენ გელათის მონასტრის ეზოში შევდივართ კარებთან, გალავნის კარებთან, ამოიღებენ ამ ამოღებულ ხატს, აგლეჯენ თუ რამეს აგლეჯა შეიძლება ოქრო ვერცხლს და თვითონ ხატს იქვე დააგდებენ. მეორე დილიდანვე დაიწყო გამოძიება. გამოძიებაში ჩაერთო სასულიერო დასი და ქუთაისის გუბერნიის საგამოძიებო წრეები. გამოძიება ჩიხში მოექცა. კლასიკური ვერსია არსებობს, რომ ეს ძარცვა მოაწყო ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა. აღმოჩნდა, რომ არ იყო ლევაშოვი ამ საქმეში გარეული, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის საერთოდ მაშინ არათუ ქუთაისში, კავკასიაშიც არ მსახურობდა. გრაფი ვლადიმერ ლევაშოვის სახელს ქუთაისის გუბერნატორის თანამდებობაზე მისი ყოფნისას უღირსი საქციელების მთელი სერია დაუკავშირდება. გუბერნატორის ცოლი, გრაფინია ლევაშოვა, იმპერიის იუსტიციის მინისტრის, გრაფ პანინის და გელათში ვარძიის სახარებას ამოიღებს მიზანში. ეს იყო ხდა ძვირფასი ტექნიკური მედალიონებით დამშვენებული და შეთავაზე ეპისკოპოსს, რომ აი მე ამას განვაახლებ. რა თქმა უნდა, ენდნენ, წაიღეს და მოიტანეს სულ სხვა სახარების და ვინმე საზიკობისაგან მოჭედილი თუ ეს ყდა სადღაც, რომელიც შემდეგ ბოტკინის კოლექციაში მოხვდა და 100,000 კილოათას ტერმინგად იყო შეფასებული, საზიკობის და ყველაზე დიდად მაშინდელი ფასი შეიძლება 50 მონეტად შეფასებულიყო. ხახულის ხატის გაძარცვისთვის დამნაშავეცნეს ერთი ქართველი ბერი, რომელიც სინანულისთვის გელათიდან სხვა მონასტერში გაასახლეს. თუმცა საქმეში ჩახედული ყველა პირისთვის ნათელი იყო, ეს ბერი ამ საქმეში უბრალო იყო. სამაგეროდ სხვა საჭირო ინფორმაცია შესთავაზა ქუთაისის საგამოძიებო სამსახურებმა საზოგადოებას. თქვენი გელათის კომპლექსი 150,000 რუბლიღებს. ხახულის ხატი კი 10,000 რუსული რუბლიო. ვინ გაძარცვა ხატი? დღემდე არავინ იცის. ამ ძარცვიდან გაივლის რამდენიმე ათეული წელი და ხახულის მინანქრის ფრაგმენტები რუსი კოლექციონერების საკუთრებაში აღმოჩნდება. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან ევროპელ და რუს კოლექციონერთა შორის განსაკუთრებით მოდური ხდება შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი. მისი ფასი სოფლიო ბაზარზე კატასტროფულად იზრდება. საქართველო, როგორც ტიხრული მინანქრის ერთ-ერთი წარმოებელი ქვეყანა, კოლექციონერების სამიზნე აღმოჩნდა. ტიხროვანი მინანქარი, რასაც შეგვიძლია დავარქვათ. ეს ტექნოლოგია გავრცელებული იყო ორ ქვეყანაში, ეს არის ბიზანტია, ეს იყო უზარმაზარი იმპერია და მასთან პოლიტიკურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა პატარა საქართველო. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ბიზანტიის ტოლ თანაფარდ სიტყვას ამბობს ამ ხელოვნების ჩამოყალიბებისა და შექმნის საქმეში. ამაზე მეტყველებს ქართული სახელოსნოების ნიშნებით, ქართული წარწერებით გაფორმებული უამრავი ტიხროვანი მინანქრის ნიმუში, რომლებმაც ჩვენს მუზეუმებში საბედნიეროდ მოაღწიეს და გვაქვს დღეს წარმოდგენილი. საბინგუსის დამკვეთებმა ჯუმათის განძიდან ოქროს ის მედალიონები მოითხოვეს, რომელიც თავარ ანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის ვერცხლის ხატებს ამკობდა. საბინგუსმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა. დღეს ჯუმათის მონასტრის უმდიდრესი განძი მხოლოდ ფოტოებით შეგვიძლია დავათვალიეროთ. ეს ის მედალიონებია, რომლებსაც ვინი გოროცკი თავის კოლექციაში მოუყრის თავს. ზოგს დაიტოვებს, ზოგს სიცოცხლეშივე გაყიდის. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ უნიკალური კოლექციის დიდი ნაწილი ამერიკელი კოლექციონერის, ჯონ მორგანის ხელში აღმოჩნდა.
გაბრიელ მთავარანგელოზის ხაზზე დამაგრებული 12 მედალიონიდან 9 მათგანი ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. ერთი ლუვრში, ერთი საქართველოშია და ერთის დაკარგულია. მიქაელ მთავარანგელოზის ხატის 10 მედალიონიდან 6 დაკარგულია, 2 საქართველოშია, 2 პეტერბურგში. თავად ხატები განადგურებულია. ხატები მონასტრის გაძარცვამდე ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა გადაიღო. რომ არა ფოტოგრაფი ერმაკოვი, ჩვენ ისიც კი არ გვეცოდინებოდა, როგორ გამოიყურებოდა ეს სიწმინდეები სინამდვილეში. გურიელების დინასტიური სახლის სხვა სიმდიდრესთან ერთად ჯუმათის მონასტერს წირავს ორ ძალიან მნიშვნელოვან ნივთს. ეს არის მთლიანად ოქროთი შესრულებული საწინამძღვრო ჯვარი და მეორე ეს არის მთავარანგელოზების ოქროს ხატი, რომელიც უხვად იყო გაფორმებული ტიხრული მინაქრის ფრაგმენტებით. დღეს ამ ორი ნივთის კვალი არსად არ ჩანს, ის სამუდამოდ დაკარგულია. ტიხრული მინანქრის წარმოება ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა. ბიზანტიაშიც და საქართველოში ერთდროულად იწყება და ერთსა და იმავე დროს წყდება. ეს მე-15 საუკუნის შუა წლებია. წმინდა გიორგის ეს ორი ფირფიტა ტიხრული მინანქრის ფინალია. ამის შემდეგ საქართველო ტიხრული მინანქრის ამ სტილს აღარ მიუბრუნდება. დავიწყებული ტექნოლოგიური პროცესის მიმართ ინტერესი ევროპაში პირველად ქართველმა მონარქმა ვახტანგ მე-6-ემ გამოიჩინა. მეცნიერებით გადაცებულმა მეფემ დეტალურად აღადგინა ტიხრული მინაქრის წარმოების მთელი პროცესი. ეს ქურა ვახტანგ მეფის მიერ აღდგენილი კონსტრუქციის მიხედვით ააწყო მკვლევარმა ერმილე მაღრაძემ. ახლა მის სახელოსნოში მინის ჩამოსხმა იმ წესით ხდება, რა წესიც მოქმედებდა მინანქრის ქართულ სახელოსნოებში. მინა ტიხრულ მინანქარში მთავარი კომპონენტია. ტიხროვანი მინანქარი ბრინჯაოს ხანის დაახლოებით 3200-3500 წლის წინანდელ ნივთებზე ბრილის სამაროვანზე აღმოჩენილ ბრინჯაოს არტეფაქტებზე დაფიქსირდა. დაფიქსირდა მინისებური მასა, სხვადასხვა ფერის. ანუ ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? ბრინჯაოს და მინისებური მასის შეხვედრა. რეალურად ეს არის ის ჩანასახი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იფეთქებს ქრისტიანობამდე ახალი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეში და ჩვენ უკვე ასპარუხ პიტიახშის, ქარქაშის შესამკობ მედალიონზე გვაქვს სწორედ კლასიკური ტიხროვანი მინანქარი, სადაც მინისებური მასა ისეა ჩასხმული ოქროს ტიხრებს შორის, რომ და ისეა მოხეხილი ზედაპირი, რომ უკვე ოქროს საერთოდ ჩარჩო აღარ იგრძნობა. ოქროს დაკარგული აქვს უკვე ფაქტობრივად თავისი ფუნქცია. მინის დასამზადებლად მთის ბროლის და სხვა მინერალების ნარევი თიხის ქილებში იღრება. ეს ქილები ჰერმეტულად უნდა დაიხუპოს. ამიტომ თავსახურს და მთავარ კორპუსს შელესვით აერთებენ. საიმედოდ დახუფული ქილები გავარვარებულ ნახშირში იდება. მინის დუღილი რამდენიმე საათს გრძელდება. მოდუღებული მინა ამოაქვთ ცეცხლიდან, სახურავებს ამტვრევენ და მოდუღებულ მინას სპეციალურად გამზადებულ ჭურჭელში ასხამენ. მინა გაციებას იწყებს, ამ დროს ის სკდება და ნატეხებად იქცევა. ნატეხები სახელოსნოში იფქვევა. შემდეგ იცრება, ირეცხება, გარეცხილი ფხვნილი წყალში იხსნება. სწორედ ამ სითხით ავსებენ ნაკეთობაზე წინასწარ მომზადებულ ტიხრებს. პროცესის ბოლო ეტაპზე ნივთი ხელახლა ბრუნდება ქურაში გამოსაწვავად. ჯუმათიდან შემოქმედში გადაინაცვლა საბინგუსმა. უმაღლესი იერარქის ნებას წინ ვერ შემოქმედელი ბერების საძმო აღუდგებოდა. ამიტომ საბინგუსმა იმდენი ხანი დახო შემოქმედში, რამდენი ხანიც მის საქმეს წაადგებოდა. თუმცა მოხდა ის, რასაც არ მოელოდა ბატონის საბინგუსი. სასულიერო იერარქის უმაღლეს ლოცვა-კურთხევას ერთი ქართველი ბერი დაუპირისპირდა. მან ეჭქვეშ დააყენა თავად ეგზარქოსის საბუთის ნამდვილობა. აქამდე მორჩილი ქართველი ბერების საქციელით გაღიზიანებულმა ფოტოგრაფმა სიფრთხილე დაკარგა. როგორც ამბობენ, იმ დღეს ძლივს გამოასწრო შემოქმედიდან საბინგუსმა. ურჩმა ბერმაც ქუთაისამდე სდია გამოქცეულს. საბინგუსი ქუთაისში რკინიგზის სადგურში დააკავა ჟანდარმერიამ. ძალიან მალე საგამოძიებო ორგანოები ჩააყენეს საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ საბინგუსი ეგზარქატისგან გაცემული საბუთებით მოქმედებდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომ მას ძალიან გავლენიანი პეტერბურგელი მფარველები ჰყავდა. ამიტომ გამოძიება არ შედგა და საბინგუსიც გადაურჩა მართლმსაჯულება. კოლექცია ცოცხალი ორგანიზმია. ყიდულობენ, ყიდიან, ცვლიან.
რუს კოლექციონერთა ერთი ნაწილი, მათ შორის ვინიგოროდსკიც, მსოფლიო ბაზარზე ახალი ფორმატით შედის. ის იწყებს კატალოგების გამოცემას კოლექციონერთა წრეებისთვის, წინა სიტყვაობას და ნივთების ისტორიული კონტექსტის დადგენას მთელს ევროპაში ცნობილი ნიკოდიმ კონდაკოვის ავტორიტეტული შეფასებებით აფორმებს. აქ ხდება ის, რაც არაფრით ნაკლებია საბინგუსის და მსგავსი თაღლითების ავანტიურაზე. ნიკოდიმ კონდაკოვი კატალოგებში ქართული ტიხრული მინაქრის წარმომავლობის ფაქტს ბიზანტიური ცვლის. ეს არის კვადრიფოლიუმი ჯვარცმის გამოსახულებით შემოქმედილი. აქ ჩვენ გვაქვს ქართული განმარტებითი წარწერა, სადაც აფხაზთა მეფე გიორგი არის მოხსენებული. გამოაქვეყნა რა აი ამ ძეგლის ფოტო მან თავის ალბომში ზვენიგაროცის კოლექციის შესახებ რომ გამოსცა, აი ეს ქართული განმარტებითი წარწერა უშლიდა რა ხელს ის ამოშალა. და ამ წარწერის გარეშე არის ეს გამოქვეყნებული. ამ მოქმედებას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. პირველ რიგში ის, რომ ბიზანტიური ტიხრული მინანქარი ძალიან ძვირად ფასობს ევროპელი კოლექციონერების თვალში და მეორე, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ ტრადიციული ტიხრული მინანქრის სახელოსნოები არსებობდა საქართველოში. ამიტომ რუსი კოლექციონერები საქმეს იმარტივებენ და პირდაპირ სთავაზობენ ევროპულ ბაზარს ბიზანტიურ ტიხრულ მინანქარს. ტიხრული მინანქრის ფასი საქართველოს ტერიტორიაზე 3, 5, 7 მანეთი ღირდა. საქართველოდან პეტერბურგელ ადრესატამდე მიტანა 3-დან 5,000 რუბლამდე იზრდებოდა. რუსეთის შიდა ბაზარზე კოლექციონერთა შორის 10-დან 15,000 რუბლამდე იყიდებოდა. ევროპული ბაზრისთვის მისი ფასი ათმაგდებოდა. 1909 წელი 19 მაისი, პეტერბურგი. გელათის ძარცვიდან გასულია ზუსტად 50 წელი. საიმპერატორო აკადემიის მცირე აუდიტორიაში დახურულ კარს მიღმა ზვინიგოროდსკის კოლექციის შესწავლელი კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. სიტყვას მიხეილ ბოტკინი წარმოთქვამს. სოფლიოს არც ერთ მუზეუმს არ გააჩნია ასეთი არაჩვეულებრივი კოლექცია. ტიხრული მინანქრის ეს ნიმუშები მე-19-მე-12 საუკუნეს მიეკუთვნება და მისი უდიდესი ნაწილი საქართველოში, სვანეთში და ათონის მთაზეა დამზადებული. ბატონებო, სიტყვას აკადემიკოსი კონდაკოვი ითხოვს. თუ კი ერთ მშვენიერ დღეს დადასტურდება, რომ ტიხრული მინანქრის რომელიმე ნიმუში ხაჩაღური გზითაა მოპოვებული, ძალიან დაზარალდება კოლექცია. თან გაითვალისწინეთ, ბატონებო, ამ საქმეში გარეულია საბინგუსი. აი აქ ყველაფერი ბნელითაა მოცული. ბატონებო, საბინგუსი ნამდვილად ყიდულობდა საქართველოში მინანქარს. მაგრამ ეს თუ კანონის დარღვევით ხდებოდა, ამაში დამნაშავე ქართული მხარეა, რომელმაც თავის სიძველეებს ვერ მოუარა და საერთოდ სასამართლოს გარეშე საბინგუსის დადანაშაულება არასწორია. ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, ბატონებო, მოპარულია და ის უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. და ამას რის საფუძველზე ამბობ ნიკოდიმ პავლოვიჩი? მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, მაშინდელმა საქართველოს ეგზარქოსმა არავითარი მტკიცებულება არ წარმოადგინა ტიხრული მინანქრის ნამუშევრების შესახებ, რომლებიც საქართველოდან რუსეთში ჩამოიტანეს სარესტავრაციოდ. გესმით თქვენ ბატონებო? და თუ კი ვინმე შეიძენს ამ კოლექციიდან რომელიმე ნივთს და გახკიდის საზღვარგარეთ, მე დავწერ რომ ისინი მოპარულია. თქვენი მასწავლებლისგან გეცოდინებათ, რომ ეს ბატონ ზვინიგოროდსკის რიგით მესამე კოლექცია, რომელიც იყიდება. ორი სიცოცხლეშივე გაყიდა. დიახ. უცნაური კაცი იყო. ჯიუტი. მე თუ ალბათ ახლა საფლავში ტრიალებს. ბატონი კონდაკოვი კარგად იცნობდა ზვინიგოროდსკისაც და ბოტკინსაც. ის კონსულტაციებსაც კი უწევდა ზვინიგოროდსკის რა და სად უნდა შეეძინა. მაშინ ასეთი პრინციპული არ გახლდათ ბატონი ექსპერტი. დღევანდელი მისი აღშფოთება გამოწვეული იყო მხოლოდ ერთი მიზეზით. ქართული ტიხრული მინანქრის კოლექციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეტოვებინა რუსეთის იმპერიის საზღვრები. ბოტკინის უთითრობაც კარგად იცოდა, ამიტომ არ უყვარდა ბოტკინი, უფრო მეტიც სძულდა. სხდომის დასრულებისკენ ახალი სენსაციური განცხადება გააკეთა კონდაკოვმა. ბატონებო, ზვენიგოროდსკის კოლექციიდან შეიძინა ბატონმა ბოტკინმა ხახულის ხატი. ხოლო ხატი, რომელიც გელათის მონასტერშია, ორიგინალი სასლია მხოლოდ და მხოლოდ. ორიგინალი კი ბატონი ბოტკინის კოლექციაში ინახება საიდუმლოდ. ბატონებო, ბატონი ექსპერტი ცილის წამების ხასიათზეა, დიახ? მინდა გითხრათ,
რომ ამ დღეებში საქართველოში გრაფინია უოროვანი მოგზაურა და ნახა ხახულის ხატი, ოღონ არა გელათის მონასტერში, არამედ რომელიღაც მიტოვებულ ეკლესიაში. ასე რომ მე ხახულის ხატი არ შემიძლია. სამწუხაროდ ამას ვერც აც განსვენებული ბატონი ზვინიგოროდსკი დაგიდახურებს. აქ ლაპარაკია ხახულის ღვთისმშობლის სახის და ხელების მინანქრის ფრაგმენტებზე. ხახულის ხატი ორიგინალი ინახება თქვენს კოლექციაში, ბატონო ბოტკინ, სტანად საიდონე. როგორ გეუბნება, თქვენთან ინახება. თქვენთან ინახება. უილს, მე ვერავიდან. კარგად ბრძანდებოდეთ შევხვდებით სასამართლოზე. შეუძლებელი, ბატონო ბოტკინ. სხდომა უკიდურესად დაიძაბა. გრაფი ბობრინსკი სინდისმა ისე შეაწუხა, რომ ხმამაღლა განაცხადა. 25 წლის წინ მე შევიძინე ქართულ წარწერებიანი ტიხრული ხატები საბინგუსისგან. მე ხვალვე დაუბრუნებ მათ ქართულ ეკლესიას, თუ კი ისინი უზრუნველყოფენ მათ დაცვას. სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაადგინეს პირველი, რადგან მინანქრის კოლექციის უდიდესი ნაწილი საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან უკანონოდაა წამოღებული, მისი გაყიდვა საზღვარგარეთ დაუშვებელია. მეორე, თუ კი ამ კოლექციას რუსეთის მთავრობა შეიძენს, ეს სასურველი იქნება რუსული მხარისთვის. და მესამე, კოლექციის მაქსიმალური საფასური 150,000 რუბლია. არც პირველ და არც მეორე პუნქტში ქართული სიძველების უკან საქართველოში დაბრუნებაზე არაფერი თქმულა. სხდომის გადაწყვეტილების მესამე პუნქტმა კოლექციის ახლანდელი მფლობელის ქალბატონ ნაძეჟდა ივანოვას უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. რადგან მთავრობამ ასეთი დაბალი ფასი დაადო ზვინიგოროდსკის კოლექციას, ქალბატონმა ნაძეჟდა ივანოვამ ამერიკელ ბანკერს ჯონ მორგანს მიყიდა ძმის კოლექცია. ზუსტად არავინ იცის რა ფასი გადაიხადა მაშინ მორგანმა. ინფორმაცია კოლექციის ფასზე 500,000 რუბლიდან 800,000 რუბლამდე მერყეობს. ეს იყო კოლექციის პირველი ხმაურიანი გაყიდვა რუსეთიდან. კოლექციის მფლობელმა ნაძეჟდა ივანოვამ ამ ფაქტის შემდეგ დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. ახლა ამ კოლექციის ნაწილი ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია და როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულ სახელოსნოებში დამზადებული ტიხრული მინანქრის ნიმუშებს ბიზანტიური წარმომავლობა აქვს მიწერილი. 1914 წელს გარდაიცვალა მიხეილ ბოტკინი. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოტკინის კოლექცია სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ბოტკინის კოლექციაში გაძარცვული ხახულის ხატის მინანქრის ის ფრაგმენტები აღმოჩნდა, რომელსაც ასე უარყოფდა აკადემიკოსი. 1923 წელს სხვა მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად ეს ფრაგმენტებიც უკან საქართველოში ჩამოიტანა აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა.